სრულიად საქართველოს წმინდა ილიანის მართლის საზოგადოება, როგორც კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე პოლიტიკური ორგანიზაცია, ყოველთვის აფიქსირებდა და აფიქსირებს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი თავის დამოკიდებულებას და ახდენს შესაბამის შეფასებით. დღესაც ჩვენი საზოგადოება თავის პოზიციას შეაფასებს იმ მოვლენების გარშემო, რომელიც დღეს ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინგლისში, ბრიტანეთში, უელსში, ნატოს სამიტის სახით. ასევე მოკლედ შევაფასებთ იმ მოვლენებს, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რასაც რუსული აგრესია ჰქვია და რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების 91 წლიდან დევნილობაში და რეპრესიებს განიცდის, დღესაც წარდგენილია პოლიტიკური ტრიბუნა, ის ყოველთვის ახერხებს დღესაც და ცდილობს წარმოაჩინოს თავისი პოზიცია, რამე თუ ეს პოზიცია დღეს ის პოზიცია, რომელიც ილია მართალს და საერთოდ კანონიერ ხელისუფლებას, ის იდეა, რომელიც ბატონ ზვიადს გააჩნდა მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, თანდათან ძალას იკრებს და კარგადაა ცნობილი, რომ ბატონი ზვიადი ცდილობდა საქართველოს გამყარიყო ცივილიზებული სამყაროს წევრი, ევროპული სამყაროს ჩართულიყო ინტეგრაციის პროცესში და არა რუსეთის ეგრეთ წოდებული დსთ-ის სივრცეში, რომელშიც წლების განმავლობაში გმინავდა საქართველოს უკანონო რეჟიმის ედუარდ შევარდნაძის, ასე ვთქვათ, აქტიური პოლიტიკური ქმედების დახმარებით. უელსის სამიტმა ნათლად დაგვანახა და წარმოაჩინა ქართველი ერის და საქართველოს მისწრაფების აღსრულების დასაწყისი და არა უკანონო რეჟიმის არც თუ ისე დადებითი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. ასევე მე მინდა რომ სწორედ აი ამ სამიტის გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მიაჩნდეს ისეთ მკაცრად და რადიკალურ ღონისძიებად, თუმცა ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკმაოდ ადეკვატურია, საკმაოდ სერიოზულია და საკმაოდ დიდი პოლიტიკური მსჯელობისა და დებატებისა და განსჯის საფუძველზეა გადაწყვეტილი. მსოფლიო ლიდერთა მიერ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის პროცესი სავსებით ადეკვატურად მიგვაჩნია და ეტაპობრივ ხასიათს ატარებს და რა თქმა უნდა მიმართულია რუსეთის აი ამ აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენ ქართულ ხალხს მინდა მიულოც ასევე ის, რომ საქართველოს გახდა ევროპის კავშირის ასოცირებული წევრი, ესეც უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპისაკენ და იმ ნაბიჯი იმის იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს თავი უნდა დაიხსნას აი ამ რუსული ტირანიისაგან და რუსული იმპერიული ამბიციებისაგან. ჩვენ საზოგადოებამ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს, ასევე მსოფლიო თანამეგობრობას და ნება მომეცით სწორედ ამ მიმართვის ტექსტი გავაცნო ქართულ საზოგადოებას და იმედია, რომ სრულად შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც შეესაბამება საქართველოს პროგრესს და ზოგადად ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი, რაც გუშინ ამ დღეებში მოხდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიასთან მიმართებაში. წმინდა ილია მართლის სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს, მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოებას. წმინდა ილია მართლის საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუფარავ მცდელობას. ქართველი ერისათვის ეს პროცესი საკმაოდ მძიმეა, რადგან მან საკუთარ თავზე გადაიტანა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგები. 1991-12 წლებში კრემლიდან ინსპირირებული ანტიკონსტიტუციური შეერაღებული სახელმწიფო გადატრიალებით განდევნილი იქნა კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით მიერ არჩეული პრეზიდენტი. მის ნაცვლად საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი კგბ-ს გენერალი შევარდნაძის დანიშვნა და მისი ერთგული წევრებით ეგრეთ წოდებული პარლამენტის დაკომპლექტება, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც ხელისუფლებაში. 92-13 წლებში დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
ზვიად გამსახურდიას მცდელობა არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი ხუნტის მეთაურის შევარდნაძის თხოვნით, რუსული სამხედრო ჩარევით, გენერალ ბალტინისა და ბეპარევის მოწვევით შეჩერებული იქნა ეს პროცესი. კვლავ ქვეყნიდან განდევნილი იქნა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მთავრობა, ხოლო ქართველი ხალხის მიმართ გაგრძელდა სისხლიანი ტერორი და რეპრესია. სეპარატისტულ რეგიონებში ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების სტატუსით ჩაყენებული იქნა საბჭოთა რუსული სამხედრო კონტინგენტი. იმავე პერიოდში მსგავსი სცენარით აზერბაიჯანში განდევნილი იქნა ლეგიტიმური ხელისუფლება პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეის მეთაურობით. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებაში მოიყვანებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი და კგბ-ს გენერალი ჰეიდარ ალიევი. აქაც ინსპირირებული ეთნიკური დაპირისპირებებით დღემდე გადაუჭრელია ტერიტორიული საკითხები. 92-15 წლები უმძიმესი და უსასტიკესი აღმოჩნდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჩეჩენიერისათვის. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი, ხოლო ჩეჩენერს მოუწყვეს 21 საუკუნისათვის არნახული გენოციდი. აქაც ლეგიტიმური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეთა ფიზიკური ლიკვიდაციის შემდეგ ჩეჩნეთის ხელისუფლებაში კრემლის უერთგულესი ახმად კადიროვი დასვეს. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი. კავკასიის თავისუფლებისათვის, კავკასიის სახელმწიფოთა ინტეგრაციისათვის ცივილიზებულ სამყაროსთან ევროპული ღირებულებისაკენ სწრაფვის გამო გახდნენ კრემლის იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების მშვიდობა შეშფოთების პოლიტიკამ ბევრად განაპირობა რუსეთის მხრიდან დღეს მიმდინარე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პროცესი. სრულიად საქართველოს წმინდა ილემართლის საზოგადოება, როგორც კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმური სამართალმემკვიდრე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც დღესაც არ ეძება პოლიტიკური ასპარეზი, ხაზს უჭერს ევროპისა და ნატოს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების მიერ კრემლის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს. გამოთქვამს იმედს, რომ 2014 წლის 4 სექტემბრის უელსის სამიტზე მიღებული იქნება კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას არა მარტო საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა, არამედ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა ოკუპაცია ანექსიის პროცესი. როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი რონალდ რეიგანი უწოდებდა ბოროტების იმპერიის რეანიმაციას. ეს არის ჩვენი პოზიცია და მიმართული, რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყაროს ლიდერებისათვის. მადლობთ.